დიდი ხანი არ გვინახია ჩვენ ერთმანეთს. აჰა. გამარჯობათ. მე ესეთი მაგარი კამერა მაქვს ხელშიც გადის. მარტო ხარ დღეს? ალო. აჰა. მე თქვენ გიცნობთ Facebook-ში თქვენი ფოტო უკვე. მაიცა? ველი პური ხაჭაპური წიწილა და. ჩვენს კერო გადმოხვიდეთ ქართული ხალხისკენ. აჰა. ხმასაც იწევს ეს მესმის ასაც ლაპარაკობს. აი, წოდვა. ძირფას ტელეფონო დაიწყო აკრედიტაციის გარეშე. ვა, პოლიციის მანქანაა? გამარჯობათ. შეიძლება? ვა, რა საინტერესო. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ძირფასო ტელემაყურებლებო, მაშინ როცა მთელი მაესტრო, თითქმის მთელი მაესტრო წასულია მანიფესტაციაზე, რათა ეროსის კლანჭებს გამოგლიჯოს საკუთარი ტელევიზია, რენეგატი ეკა ბერიძე. დიახ. ზის აქ და რაღაც წერილებს წერს იქ, რაღაც შუზების გამოწერის საიტი. ეს არის შუზების გამოწერის საიტი. ხო, ნუ კი, მაგრამ ხო იცი ეგ საიტი, ხო საგებლო. იქ რომ წავიდა ყველა, ვინმე მხონდა გააშუქოს. და წითელ კაბაში გამოწყობილი ეკატერინე აკოვია ერთი წუთით. არა, შეხედეთ, დააფიქსირეთ. რა გიხარია რა არის? მე ძალიან ბედნიერი ვარ. რითი? იმიტომ სასაცილოა დღეს პრესკონფერენციას ვუსმენი. ეროს გიტმარიშვილის პრესკონფერენციას ვუსმენი და მე ვწევი სიცი. მე არ მომისმენია, რა თქვა? რა თქვა რა? ასებენ მე ყველა. რა თქვა? რა თქვა, აგერ ნახე ხა მე. რამდენადაც ვიცი თანხას ითხოვს. და თანაც კარჩე მაყუთი მომესთავი დამანები. 7 მილიონი მინდაო 4.5, რაც ჩავდე 4.5 არ ჩაუდია, მაგრამ ნუ რას ჩადო, ეგეც მინდაო და თან მორალური ზიანი მინდაო, ხო? ზინა ნაზღაურებისთვის 7 მილიონი უნდა. მოიცა, აბა აქ რა ხდება? დაცარიელდა ჩვენ ტელევიზია. თქვენ აქ რჩებით, ხო? გამაგდა ეს ხალხი. კაი, წავედით. თურქსაც საკოვერთი შავ. იქაც ბუდეა. მაგას გეუნები შე, ყველგან ბუდე რო არის. გებრძვიან რა. თურქსატი თუ გებრძვის ეს უკვე ჟოზნი ვოინია. ჟოზნი ვოინი. ბამ 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 ბამ. ჩვენ მოვედით, მაგრამ სულ სხვა საქმეზე აქ მაესტროს გადაჭერა. აგრინდეცის გარეშე დებით ცნობილი ქართველი მომღერლის. თქვენ ღერით? აი ეს. ნანი ფეგოჯერჯი. გარანიე და. არა, არ გვინდა. რატომ მოხვედით აქ? მაესტროს ძალიან თანაუგრძნო. და თქვენ გინდათ რომ მაესტროდან დაგვიდავრუნოთ მაესტროში. ნუ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. და საერთოდ დაიღალეთ ამ ყველაფრის გასწრება ჩვენ ქვეყანაში. ხო, 21 საუკუნეში რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ დებთ თავს ცივილიზებულ ქვეყანაზე და გამოდის რომ რაღაცა არა. მე მგონი რაღაცას გავაკეთებ, თქვენ რას ფიქრობთ? როგორ არ გავაკეთებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს. ზებრაშია? ვინა? კეძვარიშვილი. არა, იქ არის, აგერცეთ მოშორებით ზის. რატომ მოხვედით აქ? რატომ მოვედით რომ ესე გინდათ მაესტრო, როდესაც დაღამდებოდა მაესტროს ველოდებოდით, გასადა. მერე? ეხლა ხელოდებით. ეხლა ხელოდებით სად არის აბა? თამარ უხაძე ჩვენ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არ მომეკარო რა არის, ვერ გავიგე. ეხლა მოვედით. ამ რთულ დაძაბულ ჟამს, როდესაც ხდება ჩვენი ბედი არ დაძაბულ ჟამს კიდე შენ გვაკლიხარ, ეხლა შალვა დაგვანებით. მე რო გაკლიხართ და არ გაკლივარ. რა ხდება ესე იგი რა არის? რამეს მივახცევ შენი აზრით? უნდა მივახციოთ აბა რისთვის? რას არიგეთ კონფეტებს, პოჩიან კონფეტებს? ხო, აი. ჩოჩიანი კონფეტი. მომისმინე, რატო ხარ აქ? შენ გასაგებია ხა? დაიწყებ დემოკრატია ესა ისა და რამე უფრო ადამიანურად რო გითხრა. მაესტროს მუჭერ მხარ შალვა, მაშინაც ხომ გითხარი რომ მე მხარს მუჭერ ჟურნალისტებს. ხო. მინდა რომ მაესტრომ გააგრძელოს მუშაობა და შენცაც გინდა მე მგონი. ჩვენ გვინა ყველას. არა, აი ხა დემოკრატია რა შუაშია. დემოკრატია არის, მაესტრო რო არის. შემადგენელი ნაწილი მაესტროს ხო. და რეზონანსისაც ყავს. რას რეზონანსსაც ძალიან თქვენ დაგერხათ ხო ის ჯიხურები რო თქვენ კი არა ყველას რა. მედია საშუალო ბეჭდურ მედიას ერხება, მაგრამ მე ჯობია ხელისუფლებას დაერხეს. ტირაჟები
შემცირდა, ხო? ტირაჟები შემცირდა, მაგრამ შენ გარევოლუციონერდი, იცი? კი. ბალანსი, ობიექტურობა ეგეთი ყავი. ეხლა გიჟი ხარ, ხო? ხო. დაკარგე რაღაც. რა დაკარგე? შენ რა დაკარგე ელისო? ბალანსი დაკარგე. ობიექტურობა დავკარგე. აბა რა, რადგან ობიექტურობა, როცა თავზე გვენდრევა. ადამიანი უნდა იყოს სუბიექტური. ჯიგარი ხარ. რეალთივ ხარს გიჭერს მაესტროს? მე უჭერ ჟურნალისტების მუშაობას. ხო და ჩვენ გვიჭერს ეგი, ხო? შენ მაესტრო ხარ თუ ბიძინა ხარ ივანიშვილი? ფულს მომწევ? კი, რა თქმა უნდა. აი, ძვირფას ტელემაყურებლებო. მომზადებულები რო არიან აქ მოსულები. აი ესეთ ახალ ფულებს იძლევიან, მაგრამ კი ბატონო, ეგ ვიცი, კაცო, ეგ ფული რომ მიყვარს, ეგ ცნობილი ფაქტია. აქ მაინც შეცვალე პლასტიკა, მაგრამ კაი, სხვა რამე გიუნე. ფირფიტა, მე რუსად თუ მეცაო არა. მოიცა რა ხდება აქ? წინ რა ხდება წინ, მოიცა? მოდი გამატარეთ, პრესა. სოს. ალიას ჟურნალისტები, გამარჯობათ. შენ ვინა ხარ? გელა ვარ ზედელაშვილი. გელა ზედელაშვილი. ნუ ახლა ხალბატონი ნინო სამხარაძე და თამარო ქუაშვილი. ნანა არჩვაძე. აი, გაიმახსოვრეთ სახეებზე, ესენი არიან ალიას შემქმნელები. რა ხდება რა? რახმაურია და ბავშვაძინებ რახმაურია. თეა სიჭინავა? რა გინდა თეა? ეს მაყურებელს აღარ ვეყოფით იქ ახლა. არა, ეხლა სხვა რაკურსით დაგანახებ. რა გინდა აქ? რავი შენ? მე გადაცემას ვაკეთებ და შენ რას აკეთებ? მე შენ მოვედი იმისთვის რომ შენ გადაცემის გაკეთებაში ბატონო, ხო და როგორ ფიქრობ, ეროს გაიყვანს პოლიცია? შენ ესე ფიქრობ? მე არ მგონია. ხო. მაგრამ თუ ბევრს ვიხმაურებ, ერთი წუთით რა? ბავშვაძინებ. შეუძლებელია ასეთ პირობებში. ამ პირობებში გააცნო მე ვიცი. აი ეს პოლიცია არის შეუძლებელი მუშაობა. გიჭერენ ხო შენ ეროსა გაგიჭერს. ეროსი ბრძანა ცოტა ხანში ყველა რა შეგდებენ ბრავს? არ ვიცი რაღაც ეროსის ბინძურ ტვინში იხარშება რაღაცა. ხო მაგრამ რაღაცა რა. არ ვიცი. ვიცი რომ არაფერში არ ამობრა. რამე უკანონო დალიე? ო დალევით შეიძლება დავლი. კაი, ეხლა მომს რა შევდებით აქ? მე მგონი დღეს არაფერს, ხო? ვაფიქსირებ ჩვენ პოზიციას. კი ბატონო, ხო, მაგრამ ნუ გაიყვანენ შენი აზრით. ვარ გაიყვანენ ჩვენ შევა. კაი, ეს არის ბაჩო ილია კიკაბიძე. ისე დაიბნა ხახი, ბაჩო ხარ თუ ილია? ბისთვის, ეროსისთვის ილია ხარ, ხო? არ მეცნო ილია ვარ. ოჯახში ბაჩო ვარ. ჩვენ მოვიდით მაესტროში, ყველაზე ლამაზ გოგოსთან მაესტროში, მაკაც ინცადეს და რომელიც გაყოფილია. ტორტილას სათვალები მოიხსენი, რომ ხახმა დაინახო შენი ლამაზი თვალი, მაგრამ ხედავენ პრინციპში, ხო? რატო ხარ აქ? სასტენი გააქვს? შვიშტოკი გააქვს? შვიშტოკი არ. ნაჩოკი? ნაჩოკი მაგ. ნაჩოკი აქვს, აი. შვიშტოკი არ გეყო, ხო? არ. გაიყვანენ? არ ვიცი, როგორ გონია შენ? არ მგონია მე, მაგრამ კარგია, რომ ამ ეტაპზე დიდი იმედი არ მაქვს. რომ შტენც კარგია, მე მომწონს. შტენც რომ გაიყვანო. კი, აშკარად. და მხიარულები ვართ რა. პლაკატიანი კაცი. მე ვარ პლაკატიანი კაცი. არა, კაცი როგორ უნდა თქვა? კაცი. რა არის, რა ხდება, აბა? შენ თუ არ იცი რა ხდება და კარგად ყოფილა შენი ინტერპრეტირება გვინდა რა. სურს დაუბრუნდე ნორმალურ რეჟიმს მაუწყებლობის და საქმის კეთების. ისევე როგორც შენ გსურს. შეხედე, მაგრამ შენ შეგიძლია ესეც აკეთო. არა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენს ყველა ვიყოთ კაცები. ხო და თუ ისინი არ იქცევიან როგორც კაცები, მაგრამ ჩვენ მოიქცევით როგორც კაცები. ეგ რეზიდენციასთან რა უნდა გააკეთო? შვიშტოკები ხო? ღობეზე, მაესტროს ღობეზე ეროსი კიძმარიშვილი არ გადმომძრავლა, გადმოძრა მიხეილ სააკაშვილი. აპირებ თუ არა შენ გადაძრე იქ? არა, მე მხოლოდ სამართლებრივი გზებით. მარილიანი ტოპით დარაჯი დგას იქ. ანუ იქ ვიდგები და რას გავაკეთებ? გავაპროტესტებთ მის აქციას, ვაჩვენებთ თან მსოფლიოს. კარგია, საინტერესო. ღობეზე არ ძრებით იქ, ხო? არა, ჩვენ მხოლოდ სამართლებრივად ვიძრებთ. ეს ოპერის მეგობართა ის არ არის? ხოჩი აქ 1 საათი დაიწყება. კეზერაშვილი ვარ, ოპერების მეგობრის. კაი, გვაცალე. რა? გვაცალე. ეს კაი, მე. ეს გიათ მიდი, ის მომგა. გიათ წავა გახი. რა გონდა სამალე? არაფერი.
სანამ დაიწყება ამბავი, მე მინდა მოგილოცოთ ყველას ახალი წელი, ყველაზე ადრე ქართულ სატელევიზიო სიძაში, გისურვებთ ჯანმრთელობა, ღირსება და კარგად ყოფნა. აქ ცოტა ხანში გაიმართება ოპერის მეგობართა საბჭოს ამბავი. გახსოვთ ჯაზეტელკა დევუშკიში რო არის კლუბ ლუბიცილი სიცილიანსკი ოპერი მაფიოზები რო იჩნდებოდნენ. დაახლოებით ძალიან ხეში ანალოგია, მაგრამ კეზერა არის ამ კეზერაშვილი არის ამ მეგობართა საბჭოს თავმჯდომარე და რაღაც ეგ მახსენდება. თვითონ ტელემაყურებლებო, სულ მცირე ხანში აქ დაფუძდება. რა დაფუძდება აქ სულ? ბატონო? დავით საყვარელიძე, დირექტორი ოპერის თეატრს. აქ რა დაფუძდება? არა, დაფუძნებული არის უკვე. ხო, და აბა რა შეკრებეთ? ეხა არის მემორანდუმის გაფორმება, წარდგენა არის. კარგი, კეზერა არის დირექტორი და უფროსია. არა, კეზერა არ გახდა თავმჯდომარე. აბა რატო გავრცელდა ინფორმაცია? ნუ ეს არ ვიცი, ეს კითხეთ სააგენტოებს, მე მგონი რაღაც არასწორი. ნამდვილად არ არის კეზერა. ნუ ნახავთ ეხა გამოვალ და ვინ არის უფროსი? უფროსი გახლავთ, თავმჯდომარე გახლავთ, გიგი უგულავა. კეზერა უბრალოდ აფინანსებს. რა საკვირველია ეხა ეს ერთი წევრია. აჟიოტაჟი გამოიწვია ქალაქში. ძალიან კარგია რომ აჟიოტაჟი გამოიწვია. კიდევ ერთხელ მოგვაქცევებ. ბიძინა აფინანსებს? რა საკვირველია, ბატონი ბიძინა აფინანსებს სარემონტო სამუშაოებს და არ შეუწყვეტია. და ეს რაღაც კონფლიქტი არ იქნება მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. ნუ არ ამგონია რომ ეხა ესეთი, არა, კონფლიქტი რაში უნდა ანუ მთავრობა რო ყურადღებას ინჩენს და ბიძინას და ხო შეიძლება ეგეთი პირობა დადონ რომ ის არ დაგეხმაროს და ასე შემდეგ. რაღაც გარკვეული რაღაც არ ამგონია, იმიტომ რომ უხერხულობას უნდა აღმოფხრათ, თქვენ უნდა დამეხმაროთ ამაში, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა რაღაცაა. აი კაცია ბიძინა? ნუ ბიძინა როგორც ჩვენთვის არის კარგი. საქართველოსთვის? საქართველოსთვის ნახოთ. გიორგი, გამარჯობა. როგორ? აშო. თავმჯდომარე ხარ ახლა ამ ყველაფერა. ისე გახდები? არ ვიცი, ნახოთ. შეიძლება ორგანიზატორი ვარ. მომისნა ოპერა. როდის ჩვენ რომ მიშასთან ერთად ვიყავით, მაშინ არ მოგწონდა ოპერა და მიშასთან ერთად ვიყავით, ეს ერთ შენ არის მე მომწონდა ყველა ოპერა. იცი, გემოგწონს ოპერა? ნაბუკო ის დაწერილი. ნაბუკო. ზაზა, რამე დაკეთე? გვერდზე ოთახში რატო არ ხარ პრესა სადაც არის? 24 საათის რედაქტორი. პრესას ხო უჭეს და იქ რატო არ ხარ? 24 საათის რედაქტორი. არ ვიცი, არა, რა უჭესო? არაფერი არ უჭეს? პრესას არაფერი არ უჭეს. არ ვიცი მეთქი რა ხდება 24-ში. 24 საათში. გვერდზე ოთახში რა ხდება, არ ვიცი. არაფერი არ უთქო. ხო, გვერდზე ოთახში არიან ჟურნალისტების და დამფუძნებლების ამბავი. შეივლი მე. კაი, ეს გახდათ 24 საათის რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი. ზაზა არა, ზაზა მაგის მას ქვია. გამარჯობათ. გამარჯობა. პრეს-ცენტრი სად არის? თუ არის ესეთი? გასული და პრეს-ცენტრი. მე მინდა გადაღება იმისი, ნაცემი პაციენტის. პაციენტის თანახმაა რომ გადავიდე. მოვა და შეგეხმიარება. გამარჯობათ. შემოგუშვეს. ესე იგი, აბა მითხარი რა ხდება? როგორ ახარ? ცუდად ახარ, რაღაც ხელი გაქვს მოტეხი. სახელი გვარი? ოთარ კერკაც. ვინ ახარ? მე ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მუშაობ ანატომიის დეპარტამენტში. მოწვეული პედაგოგად 2000 რამდენი წლის ახარ? 23 წლის. აჰა. 2000 თან სტუდენტი ხარ ხო? არა, წელს დავამთავრე 2011 წლის ივლისში. რა ხდება? წელევანდელ დამთავრებულებს, ანუ გაგვიჩნდა პრობლემა რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების. რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების პრობლემა გახდა? ანუ ადგილები არ არის, ანუ კვოტები იყო ძალიან შემცირებული. უნივერსიტეტის დარბაზში ბატონ ზაზა ბოხუასთან ეს იყო. მუშა შეხვედრა იყო ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი, იქ იყო მე-6 კურსელები და იქ იყო პოლიტიკური არაფერი არ იყო. პოლიტიკური არაფერი არ იყო და ის მე გამოვთქვი რომ თვითონ ზაზა ბოხუასთან რომ აი რატო არ არის ვთქვათ ადგილები და რატო არის უნივერსიტეტში 350 სტომატოლოგის რა გარემშნულოვანი უკმაყოფილო რაღაცა გამოყოფილება მე შემდგომ უკვე გადავწყვეტეთ რომ როდესაც ადმინისტრაცია წავიდა შექმნილიყო საინიციატივო ჯგუფი რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა ამ საკითხს დაარეგულირებდა და უშუალოდ მოლაპარაკებაზე წავიდა და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში მე რა ხდება მე რა ხდება ის რომ როდესაც სტუდენტების რაოდენობა შეთხელდა ჩამოვიდა თვითმმართველობიდან ვიღაც პიროვნებები რომლებიც მოახდინა
პროვოკაცია ის რომ შეგაგინეს ანუ შეგინებამდე იყო რომ ინიციატივა რომ ანუ ჩვენ წავართ მოლაპარაკებებზე თქვენ ვინ გითხავთ მე დაიწყო გინება დაიწყო გინება არა გინებამდე ცემა შვისი ცემა ჩვენ გვერდზე მდგომის რომელიც იყო ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფი მე დაიწყო გინება უშუალოდ და შენ აი ეს ვინ დაგმა აი მე ანალოგიურს გეტყვი ისა რა ქვია, როდესაც ეს ამბავი ჩაცხრა, ანუ ეს იყო 16-ში, ჩვენ დავშორდით, შემდგომ უკვე 80 კაცი იქ იყო თვითმმართველობის სახეები უნივერსიტეტის წინ. მე მივდიოდი ჩემი სამუშაოს შესასრულებლად. უნივერსიტეტი 80 კაცმა მცემა უნივერსიტეტის უკა. გვარი და სახელები შეგიძლია ვიღაცების კონკრეტული თქვა ვინც კონკრეტული გვარი და სახელების ვინც მცემა ნაღდათა არ ვიცი, იმიტომ სახეზე ვიცნობ უშუალოდ ხელმძღვანელები ვინც ვიცი რომ იქ იყო. ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო სტუდკავშირში, რომელიც წარმოადგენს თანამდებობს, ეს არის მიშა დიაკონიძე და იქ მიყურებდა და გარდა ამისა იყო ეს არის დათო მენაბდიშვილი. გასაგებია. ესე კონკრეტულ გვარებს და სახელებს ასახელებს შენ. კი. აბა ადვოკატი. გამარჯობა, თქვენ ადვოკატი ხარ? რა ხდება, საქმე არ არის აღზრდილი? არ ვიცით, მე ხა მოვედი. წესით როგორ არის? ეს სისხლის სამართლის საქმე არა? ოჯახის თხოვნით მოვედი, უნდა დაუკავშირდე გამოძიებას და დეტალურად გავარკვევთ გამოძიებას. ისე დანაშაულის ნიშნები ხო არის კაც როგორ არის? რა თქმა უნდა. ეს ვინც გააკეთა, ხო უნდა დაისაჯოს არა? დაისაჯოს უშუალოდ ვიღაცა შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას რო გაეკეთებინა ქუჩაში ენა არ მეთქო, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტში თვითმმართველობის მიერ ესეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს. ესეთი რაღაცა კი არა, ამის მიათედი არ უნდა ხდებოდეს. კაი, დიდი მადლობა, გასაგებია. ძვირფასო ტელემაყურებელები, ამით ჩვენ ვამთავრებთ დღევანდელი ორშაფათის აკრედიტაციის გარეშეს. ბატონო? როგორ ახართ? კარგად, როგორ მოგწონთ აქაურობა? ჩემის კლინიკა? ხო. ხო არ გინდათ ახლა ესე გიღებთ ამას ყველაფერს და გავა ეთერში და ნახავენ მავანინი. ჯანდაცვაში სულად არის საქმე, იცით? რატო? ძვირი ის ყველაფერი და ხალხს ფული არ აქვს. ნამდვილად არის. კი, და ექიმები წუწუნებენ. ახლა თქვენ კამერაში შეიძლება არ თქვათ, მაგრამ წუწუნებენ ხოლმე. არა, წუწუნებენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფული არ აქვს ხელფასი. მე ვნახე 178 ლარად ვეტერანების სამართლოს ნახეთ 178 კატასტროფა. თქვენ რამდენი გაქვთ ხელფასი? არა, ხელფასები ჩვენთან არ არის დაბალი უბრალოდ. ნუ რამდენი 600 ლარი? აგვიანდება ძალიან. აგვიანდება, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი მაინც პრობლემაა. კი, პრობლემაა. ხო და ამას ვამბობთ რა. კი, დაგვიანება ნამდვილად არის. აი ეს რო არ იყოს კარგია. მე ხა 2 რამდენი ხნით 2-3 თვე? ხო. სახელმწიფო ყოფაზე ყოფ ხელფას? დიახ. ვაიმე დედა. ეგ არ ვიცოდი შევარაზე საჩაბარდა ეგ დრო, როცა გვიგვიანებდა ხელფას. აი ისიც რა მე მგონი არის ეს ჩვენო პრეზიდენტოა ეს. ხო, უთხრათ ჩვენო პრეზიდენტო ხელფას უგვიანებს ექიმებს. და ცოტა გვიჭირს ნამდვილად 2-3 თვის გატანა. 2-3 თვის როცა ხელფასი არ არის. დიდი მადლობა. ეს კი გვიჭირს და. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. ხო, ხედავ რა ხდება. და ჩვენ შემდეგ გადაცემაში 4 შაბათის გადაცემაში მივალთ უნივერსიტეტში სამედიცინოში და ნახავთ უკვე იმ პირებს, რომლებიც სავარაუდოდ სცემეს, ნაშილ ბარს სცემეს ეს კაცი. მანამდე კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის.